მოგესალმებით. ეს უკვე იქნება თქვენი მეოთხე დავალება და გულისხმობს მრავლობით რიცხვების წარმოების ერთ-ერთ ბოლო ეტაპს, რომელიც არის არაწესიერი არსებითი სახელები. არაწესიერი არსებითი სახელები რატო ქვიათ ამათ, იცით? იმიტომ რომ დაბოლოებაზე არ არის დამოკიდებული მათი მრავლობითობა. ისინი შეიძლება მთლიანად შეიცვალონ, ან შეიძლება როგორც მხოლობითში არიან, ისე იყვნენ მრავლობითში, ან შეიძლება რაღაცა ნაწილი შეიცვალოს და ასე შემდეგ. ამიტომ გავიაროთ ასეთი ტიპის მრავლობითი არსებითი სახელები და ნახოთ. ნახეთ, თაგვი, მაუს, თაგვები, მაის, კაცი, men, კაცები, men. აქ ნახეთ რა შეიცვალა. men ერთი კაცი eit იწერება და ვამბობთ man, გაღებული პირით. ხოლო iti რო იწერება, ეს არის უკვე მრავლობითში და ვამბობთ men. უფრო მოკლედ. ერთი ადამიანი არის person, ხოლო ხალხი არის people. შემდეგ, child, ბავშვი, children, ბავშვები. ესეც ნახეთ როგორ შეიცვალა, ხო? არანაირ დაბოლოებაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ შეხედეთ, sheep არის ცხვარი, ერთი ცხვარი, მაგრამ მრავლობითშიც არის sheep. sheep, sheep. foot, ფეხი, feet, ფეხები. გულისხმობთ ერთები, ხო? foot, feet. tooth, კბილი, teeth, კბილები. გვანან ხო? წარმოებით ერთმანეთს foot, ორი ოუთია, აქ ორი iti წარმოდგენილი. აქაც ორი ოუთი, აქაც ორი iti. women, ქალი. women, ქალები. goose, ბატი. geese, ბატები. fish, თევზი, fish, თევზები. ესე იგი, sheep-ი და fish-ი ერთმანეთს გვანან. ორივე მხოლობიცა და მრავლობითში ერთნაირად იწერებიან, ერთნაირად გამოითქმებიან. deer, ირემი. deer, ირმები. კიდევ მესამეს დაგვემატა, ხო? ცხვარი, ცხრები. თევზი, თევზები. ირემი, ირმები, ყველა ერთნაირად არის წარმოდგენილი მხოლობიცა და მრავლობით რიცხვში. და ბოლოს ox, ხარი, oxen, ხარები. მიუხედავად იმისა, რომ წინა გაკვეთილში ჩვენ გვითხრეს, რომ x-ზე დაბოლოებული არსებითი სახელებიო, es დაირთავენო, ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ox-ი არის გამონაკლისი, შეგვიძლია ასე დავარქვათ და იქნება ox, ხარი, oxen, ხარები. Okay, კიდევ ერთხელ გავივლი. mouse, mice, men, men, person, people, child, children, sheep, sheep, food, feet, tooth, teeth, woman, women, goose, geese, fish, fish, deer, deer, ox, oxen. თქვენი სავარჯიშო არის შემდეგი ასეთი წარმოდგენილი, რომელსაც ისევ ისე შეასრულებთ, როგორც წესი დარიგია, რვეულში ან ფურცელზე და ასე შემდეგ და დავწერთ ასე. წარმოდგენილი არის ორი ვარიანტი. ნახეთ, mouse, mice, sheep, sheep. თქვენ რვეულში გადმოწერეთ მხოლოდ სწორი პასუხები. მაგალითად, პირველი mice, ტირე, თაგვები. მეორე sheep, ტირე, ცხრები. Okay? აი ასე შემისრულეთ ეს დავალება და არ დაგავიწყდეთ თქვენი სახელი და გვარი დააწეროთ ყველა კვერცხი. ეს იქნება შემდეგი დავალება. შემდეგი დავალება გვექნება ეს. ამ პატარა უჯრაში წარმოდგენილი არის არსებითი სახელები და თქვენ უკვე აქ არსებული რაოდენობის მიხედვით უნდა დაწეროთ მათი მრავლობითები. foot, ფეხი, person, ადამიანი, sheep, ცხვარი, child, ბავშვი, mouse, თაგვი, fish, თევზი, man, კაცი, tooth, კბილი. შესაბამისად, ამ სავარჯიშოსაც დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივად შეასრულებთ, აუცილებლად დავურთეთ ქართული თარგმანები ყველას. დაწერთ ამ ფრაზას, ტირე, ქართული თარგმანი, დაწერთ შემდეგ, ტირე, ქართული თარგმანი. აუცილებლად, თორემ ქულები დაგვაკლდება და მე გასწორების საშუალება არ გვექნება. მხოლოდ ერთხელ შეიძლება დავალების შესრულება, იმიტომ რომ თან საკონკურსო ხასიათსაც ატარებს ხვასია. და მესამე სავარჯიშო გვექნება ასეთი. გადახაზეთ ზუსტად აი ასეთი ცხრილი. მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ, როცა თქვენ ასეთ სავარჯიშოს ასრულებთ და იმდენად ლამაზად და სუფთად და კოხტად გაქვთ ეს გაკეთებული, დარწმუნებული ვარ, ამასაც ძალიან ლამაზად და კოხტად გააკეთებთ. ამიტომ აი ასეთი ცხრილი გადაიტანეთ თქვენს რვეულში ან ფურცელზე და მოცემული არსებითი სახელები ჩაწერეთ შესაბამის სვეტში. ნახეთ, თუ არსებითი სახელი S-ზე ბოლოვდება, მაშინ S-ის სვეტში ჩაწერეთ. თუ S-IS-ზე, IS-ის სვეტში, თუ IES-ზე,
IES-ის სვეტში, თუ VS-ზე VS-ის სვეტში, თუ არიან არაწესიერები, ანუ ფუძეცვალებადები, ან თუ არ იცვლიან საერთოდ ფორმას მრავლობითში გადასვლისას და ასე შემდეგ, ჩავწერთ other-ში, ანუ სხვებში. ნახეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უმეტესი არსებითი სახელები ინგლისურ ენაში ეს-ის დართვით აწარმოებენ თავიანთ მრავლობითებს. ES-ზე ბოლოვდებიან ისეთი არსებითი სახელები, რომლებიც მხოლოდ რიცხვში სრულდება S-ით, SS-ით, SH-ით, CH-ით, X-ზე და O-ზე. თუ არსებითი სახელი ბოლოვდება Y-ზე და წინა აქვს ხმოვანი, მაშინ ის Y შეიცვლება I-ით და დაემატება ES-ი. თუ არსებითი სახელი ბოლოვდება F-ზე ან FI-ზე, ამ შემთხვევაში მრავლობითის წარმოებისას F-ი შეიცვლება V-ით და დაემატება ES-ი და თუ მთლიანად არაწესიერია, მაშინ განთავსდება ბოლო სვეტში. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ველოდები თქვენს მიერ შესრულებულ დავალებებს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დავალებების შესრულებაში და იმისთვის, რომ მომისმინეთ. ძალიან მიყვარხართ. დახვამდის.